აბა ნახეთ როგორები არიან ეს დალოცვილები, ნამდვილი ბავშვობის სიგარეტები, არ გეგონოთ სხვა შეხედეთ ფორმაზე, ხო არის ბუთქუჩები და ეხლა თქვენთან ერთად მოვაყრი, აი ეს პროცესი მიყვარს, აი ამაზე გემრიელს თუ თქვენ სადმე რამე შეჭამთ, აი მერე მოდით და მითხარით, ცუდი გოგო ხარო, აი რაც გინდა მითხარით. ნამდვილი უგემრიელესი სიგარეტების რეცეპტი ხათოსგან. თუ გინდათ ესეთები გამოგივიდეთ, აი ესეთი ბუთქუჩებია, ესეთი ნამდვილი ბავშვობის სიგარეტები, ფხვიერი, უგემრიელესი, მიყევით ბოლომდე ვიდეოს. გესალმებით ჩემო საყვარელო მეგობრებო, ხათოს და სანდროს სამზარეულოდან. დღეს მარტო ხათო მოგესალმებით და ეხლა მინდა ისევ თქვენ იცით რომ ძალიან მიყვარს ბავშვობაში მოგზაურობა და ეს ძველი რეცეპტები და ეხლა მინდა ყველა ოჯახში რო წხვებოდა სიგარეტები, აი ნიგზიანი, შიგთავსი ზოგჯერ ნიგოსთან ერთად ქიშმიშაც უკეთებდით და ეხლა შევეცდები რომ ნიგზიანი და ქიშმიშიანი შიგთავსი მოვამზადო, მაგრამ ჯერ უნდა მოვამზადოთ ფხვიერი ცომი და ზუსტად ის რეცეპტი მინდა მოვამზადო. აქ მაქვს გაცრილი 500 გრამი ფქვილი, აუცილებლად გემოები რომ მოიწიოს, გავუკეთებ მწიკუ მარილს, აუცილებლად გავუკეთებ რამოდენიმე კოვს, 4 კოვს დაახლოებით 1, 2, 3, 4, ბევრი არ უნდა. ამას შაქარს და შაქარს გავუკეთებ გამოფხვიერებელს, ცოტა 2 კოვს გავუკეთებ, იმიტომ რომ გამოფხვიერებელი ესე მსუბუქად ამოურევ. ნახეთ, ფქვილი აუცილებლად უნდა იყოს გაცრილი. ეხლა აქ უნდა ჩავახეხო ძალიან მომწონს ეს გამოსაცხობიონა. თქვენ ვისაც კატეგორიულად არ გინდათ მარგარინის გამოაცხოთ, ეს არის 250 გრამი, ფქვილი არის 500 გრამი, უნდა ჩავხეხო ამაში. და თქვენ კარაქით გაამზადეთ. გაყინული უნდა იყოს აუცილებლად, ცომი რომ ძალიან ფხვიერი გამოგივიდეთ, ცივი ინგრედიენტები უნდა იყოს და უბრალოდ უნდა შევკრათ ცომი, არ უნდა ვზილოთ, ხო ხვდებით? რაც უფრო ცივი ინგრედიენტები იქნება და უცებ შევკრავთ ცომს და შევდგავთ მაცივარს 1 საათით, უფრო კარგი გამოვა ჩვენი სიგარეტები. ეხლა გავაფხვიერებ ცხიმს და ფქვილს და დაგიბრუნდებით. აი ძალიან მარტივია ეს ფქვილში ვასველებ ცხიმს და ინახეთ გაყინულია, ცოტა მიჭირს, მაგრამ მაინც მარტივად აი ესე ჩავახეხა. მარტივია. აი ნახეთ ჩავახეხე, აი როგორი რეცეპტია, იცი ყველას რო გამოვა. და როგორ მახსოვს ამას მე და დედა ჩემი ვაკეთებდით ხოლმე ძალიან, როცა ხელით უნდა გავაფხვიერ. ესე კარგა და ქვაბში ჩავაწყობდით მერე და მერე ვინ შემოვიდოდა მეზობელი იქნებოდა თუ ნათისავი იქნებოდა, იყო ერთი განხილვები და ყავისმა და აი ძალიან მაგარია და ძალიან მიყვარს, ბარაქიანია. ეხლა თქვენ გაატანთ ძალიან ისეთია რა, კარგი ნამცხვარია, სკოლაში შეგიძლიათ ესე გავუკეთებ ესე ამოღრმავებას, გავუკეთებ ერთ მთლიან კვერცხს და ერთს მხოლოდ გულს, იმიტომ რომ ცილა დაგჭირდება მერე შიგთავსისთვის. და ნახეთ, ეხლა გავუკეთებ კიდე ვანილს, მე ყველაფერში ცომშიც და შიგთავშიც ვანილი მიყვარს, არომატული იყოს, ერთი შეფუთვას. და ეხლა გავუკეთებ არაჟანს. არაჟანი შეეცადეთ რომ ცოტა თხელი იყოს, ამ რეცეპტს მაწვანი არ ჭირდება, ამას აი ამ რეცეპტს მხოლოდ არაჟანი უნდა ეს დაიმახსოვრეთ. და ეს კარგ აი ძალიან ხელით რა თქმა უნდა, მე ხელით მუშაობა მიყვარს და ძალიან არ უნდა ვზილოთ. ჩვეულებრივად ახლა ცომს შევკრავ და მაცივარში აუცილებლად 1 საათი. თუ გეჩქარებათ მაგალითად, ხო? საყინულეში შეგიძლიათ 9 საათით. აი ნახეთ, არ უნდა ამას დიდი ისა, რა ქვია, ამორევა, იმიტომ რომ ფხვიერი აღარ იქნება თუ ჩვენ კარგად ახლა ამას ამოვზელთ, უკვე ცომი არ გექნებათ ფხვიერი. ეხლა შევკრავ, შევფუთავ და დაგიბრუნდებით.
ესე იგი თავიდან მოგეჩვენებათ რომ არ იყრება გუნდა, მაგრამ აი ესე ხელით კარგად შევკარი და გამოვიდა 2 ესეთი გუნდა. ეხლა 1 საათით ამას მაცივარში დავასვენებთ და როგორი რეცეპტია იცით თქვენი შვილებიც რომ გამოაცხობენ, მოზარდები რომ გამოაცხობენ და გააკეთებინეთ, იმიტომ რომ კარგი კულინარი თუ გამოვა თქვენი შვილი, ამას დიდი ბედნიერება არ არის, აქ ფინანსურადაც კარგად იქნება, ამიტომ მიეცით რა ბავშვებს იმის საშუალება, რომ დაგეხმაროთ და ზოგს ისეთი ხელი აქვს და ისეთი მიდრეკილება აქვს, რომ ამიტომ აი ზუსტად ის რეცეპტია, რომ ბავშვიც კარგად გამოაცხობს სამნავს, ხარს დაიხმაროთ თქვენი შვილები. დაგიბრუნდებით 1 საათში. თავის მომზადება არის ძალიან მარტივი. ნახეთ, ნიგოზი, ჭიქანახევარი ნიგოზი და ჭიქანახევარი შაქარი კარგად გადავლეთ. ადრე ვატარებდით ხოლმე ბავშვობაში, ატარებდა ხოლმე დედაჩემი და მე ჩვეულებრივად დავაჩოფერე. ნახეთ როგორი და კარგი ხარისხის გარეცხილი ისა მაქვს, რა ქვია, მე რუსუნელების გოგოსთან დავდივარ ხოლმე ნავთლუხის ბაზარში. ნახეთ როგორია. იქ ვიყიდე და ამ შემთხვევაში გავუკეთებ ქიშმიშს. ნახეთ როგორი ქიშმიშებია, როგორი ბუთქუჩები. აი ესე ფლომად გავუკეთებ, რომ გემრიელესი იყოს. შიგ თავსით მზათა მაქვს. ეხლა 1 საათში დაგიბრუნდებით. ცომი უნდა მოვიდეს კარგად, რა თქმა უნდა და გაჩვენებთ როგორ შევახო ჩემს სიგარეტებს, გამოვაცხობ 180 გრადუსზე, 200 გრადუსზე. შევარდის, აი უცებ იქნება, იმიტომ რომ ფხვიერი ცომია და გაჩვენებთ რამდენი გამოვა და როგორი მაგარი დესერტი გექნებათ 4-5 დღე დიდ ოჯახს სახლში და აუცილებლად უნდა მოამზადოთ ამ რეცეპტით. ნახეთ როგორია. როგორი შიგთავსია, ვანილიცა აქვს. დავიწყდა 1 კვერცხის ციlaსაც გავუკეთებ შიგნით. ამოურევ და მზად მაქვს შიგთავსი. გავიდა უკვე 1 საათი შიგთავსი გამზადებული მაქვს. ეხლა გავაბრტყელებ ცომს და როგორ შევახო იმასაც გაჩვენებთ. ცომი არის ესეთი ძალიან ფხვიერი, ბევრი ფქვილის მოყრა არ ჭირდება. ეხლა დავყობ და შევახვევ, გაჩვენებთ. სულ გამომივიდა 8 ნაჭერი, მაქვს 4 გუნდა. და ესე ჩვეულებრივად ეხლა ჩავდებ შიგ თავს და ჩვეულებრივ აი ეს სიგარეტი, როგორც სიგარეტს ვახვევთ ხოლმე, ისე გადავახვ. და გამოვაცხობ როგორც გითხარით. 200 გრადუსზე. ბუთქუნები მინდა რომ იყოს ესეთი. ნახეთ, ესეთი ბუთქუჩები მინდა რომ გამოვიდეს. და ესე გავაკეთებ ყველას და დაგიბრუნდებით მერე გამომცხარი რომ იქნება. აი ესე კარგად გაშლით. კრუასანებს როგორც ვახვევთ რა. და მე მინდა რომ ბლუმად ნიგოზი ჩავდო, იმიტომ რომ ბლუმად არის ნიგოზი. და თან ბუთქუჩა რო გამოვიდეს, აი რაღაცა გამხმარი და ესეთი ვიზუალურად არ მომწონს რა. აი სიგარეტი უნდა იყოს ესეთი, აი ესეც ვაკეთებდი ბავშვობაში. ხა, გზემოდან კვერცხის გულსაც მოусვამ და გაჩვენებთ როგორი გამოვა. ბოდიში შემიშალა კვერცხის გულს არ მოусმევ, იმიტომ რომ შაქრის პუდრა უნდა დავაყარო. მაპატიეთ, სისულელე ვთქვი. აი გაგახსენეთ ბავშვობა, როგორი ბუთქებია. ხედეთ ბუჩო როგორ გმირულად, აი არც იწვრის მაგიდასაც არ ეკარება, გმირულად აი ესე მელოდება, სანამ ბოლომდე გამოვაცხებ უგემრიელეს სიგარეტებს. ჩემი ჭკვიანი ბიჭი.